ხელმაყულებლებო, მოგესალმებით, კეთილი სურვილებით, ჩვენს ტრადიციულ გადაცემაში ლიტერატურა და ხელოვნება. მინდა გითხრათ, რომ მიმდინარე წლის ბოლო გადაცემაა ჩვენი, ბოლო ჩანაწერია, თუმცა ეს ჩანაწერი გავა უკვე 2005 წლის 4 და 7 იანვარს. ისე რომ დღეს 30 დეკემბერს 2004 წლის წინასწარმი მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და გისურვოთ ყოველივე კარგი წარმატება პირად საქმეში, საზოგადოებრივ საქმიანობაში, ჯანმრთელობა და ბედნიერება, ბარაკა და ხვავი ყოფილიყოს თქვენი თანამგზავრი მომავალ 2005 წელში. ეხლა კი ნება მომეცეთ გაგაცნოთ ის ძირითადი საკითხი და ის მიზანი, რისთვისაც დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ. თქვენთვის ალბათ კარგად არის ცნობილი, რომ ტელერადიო კომპანია ტრიალეთმა და გაზეთმა ტრიალეთმა ერთდროულად დაახლოებით 6-7 თვის წინ გამოაცხადეს კონკურსი გაზეთ ტრიალეთის საშუალებით, კონკურსი მცირე ზომის მოთხრობაზე, ნოველაზე, ჩანახატებზე, ესეზე და ასე შემდეგ. სიამოვნებით მინდა აღნიშნო, რომ შიდა ქართლის მოსახლეობა, მკითხველები საკმაოდ აქტიურად გამოეხმაურნენ ამ ღონისძიებას და აქტიური მონაწილეობა მიიღეს ამ კონკურსებში. აღსანიშნავია ეს გარემოება, რომ ტელეკომპანია ტრიალეთის მიერ დაწესებული იყო პრიზი როგორც გამარჯვებული ავტორისათვის, ისე გამარჯვებული მკითხველისათვის. ეს თავისთავად ორიგინალური ხერხი იყო მკითხველის დაჯილდოებაც. აქვე მინდა ვთქვა, რომ დაახლოებით 24-25 მოკლემეტრაჟიანი მოთხრობა, ნოველა და ჩანახატი გამოქვეყნდა ამ 6-7 თვის განმავლობაში ჩვენი გაზეთ ტრიალეთთან ლიტერატურულ გვერდზე. მკითხველების მხრიდან კი მინდა ვთქვა, რომ დაახლოებით 80-ზე მეტმა მკითხველმა მიიღო მონაწილეობა, შეასრულა საკონკურსო ბარათები და გამოგზავნა რედაქციაში. და აი გუშინ ჩვენ შევაჯამეთ შედეგები ამ კონკურსის, რომელიც ღია იყო, ღია კონკურსი გახდა და აღმოჩნდა, რომ ავტორთა შორის პირველი ადგილი დაიკავა ჩემგან მასწავლებლის ძმმა ქალბატონმა მანანა გიუაშვილმა. მისმა მოთხრობებმა ხართუთან და უფლის ციხე დაიმსახურეს მაღალი შეფასებები და დიდი მოწონება ჩემ მკითხველებს შორის. რაც შეეხება მკითხველთა კონკურსს, ასე ვთქვათ, მკითხველი გამარჯვებული გამოავლინეთ იმ ბარათების რაოდენობის მიხედვით, რომელიც ჩვენთან რედაქციაში შემოვიდა, ის საკონკურსო ბარათები რომ გვხვდებოდა ლიტერატურულ გვერდზე. და აი აქ გამარჯვებული გახლავთ ქალბატონი თამრიკო კობერიძე, რომელმაც ყველაზე მეტი ბარათი, საკონკურსო ბარათი შემოიტანა რედაქციაში. აქვე უნდა აღნიშნო ის გარემოება, რომ ტელეკომპანია ტრიალეთმა დააწესა პრიზების სახით და საჩუქრის სახით ფასიანი საჩუქარი თითოეულ მათგანს, როგორც გამარჯვებულ ავტორს, ისე გამარჯვებულ მკითხველს და ასევე გაზეთი ტრიალეთის 2005 წლის უფასო გამოწერა მთელი წლის განმავლობაში, ისე რომ ვფიქრობ ძალიან კარგი საჩუქარი მიართვა ჩვენმა ხელმძღვანელობამ, როგორც ავტორს, ისე მკითხველს. თქვენი ნებართვით და ტელეკომპანია ტრიალეთის დირექციის სახელით მე მინდა ახლა გადავცე ფასიანი საჩუქრებით ჩემს სტუმრებს, გამარჯვებულებს ქალბატონ მანანა გიუაშვილს და თამრიკო კობერიძეს, ფასიანი საჩუქრები, რომელიც ჩვენი ტელეკომპანია ტრიალეთის ხელმძღვანელობამ შეიძინა. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ მომავალში. დიდი მადლობა. ასევე მე მინდა გადავცე ის ბარათები, სადაც არის აღნიშნული და წავიკითხო რა არის აღნიშნული. ღია ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულ ავტორს მანანა გიუაშვილს 1 წლით 2500 წელი იგულისხმება გაზეთ ტრიალეთის მიღების უფლება უფასოდ. მადლობა. გილოცავთ ქალბატონო მანანა. მადლობა. შეგიძლიათ ერთი წელიწადი ჩვენ გაზეთი იკითხოთ და იკითხოთ. დიდი მადლობა, დიდი შეგავათია ამ შეჭირვების დროს. ასეთი შინაარსის გახლავთ
კითხველის მისამართად მომზადებული ტექსტი რეალ ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულ მკითხველს. ალბათონ თამუნა კობერიძეს ერთი წლით უპასუხო გაზეთით რეალიტი. ულოცავ რა თქმა უნდა ჩემს გამარჯვებულებს. ისინი გარდაუცილად მეხმარებოდნენ მე ლიტერატურული გვერდის მომზადებაში რა თქმა უნდა. თუ არა მათი კარგი მოთხრობები, თუ არა კარგი მკითხველები, ასეთ წარმატებას ალბათ ვერ მივახცევდით. მადლობა ერთ-ერთიდევ მათ და ეხლა მე სიტყვა გადავწევ თუ რამის თქმა გნებათ, გთხოვთ, შეგიძლიათ ლექსით მიეცევნოთ მაყურებელს, შეგიძლიათ ნაწყვეტ საიკეთო თქვენი მოთხრობებიდან, შეგიძლიათ სიტყვით რაც გინდათ ის ძანეთ. მე მინდა მივულოცო შიდა ქართლის მოსახლეობაზე სრულიად საქართველოს კაცმომიკარი ახალი წელი მინდა გისურვოთ ხალხო 2005 წელი იმედების კი არა უკვე საქმეების რეალური სასიკეთო საქმეების წელი ყოფილიყოს ხვავი და ბარაკა თქვენს ოჯახებს და სულიერი და ფიზიკური სიმხნელე ქართველგან კითხვას ვერ გადააჩვევ რადგან როდესაც ადამიანი სიტყვას ვეღარ აცნობიერებს ის კვდება ეს გადასარევად იცოდა ქართველმა კაცმა ყოველთვის და ალბათ გარკვეულწილად სიტყვითაც მოიტანა დღემდე თავი. ნება მიგოძეთ წაგიკითხოთ პატარა ლექსი, რომელიც სრულიად არ არის საახალწლო, მაგრამ იმედია არ დამიწონებთ. ვერ გადაგატარებ გულზე. თმებში არჯაკელს გაგინასკვალ, გვირილას შემოგაწნავ ყურზე, ბაგეზე ალუბალს გადაგიფენ, ვერ გადაგატარებ გულზე. ფეხებში კვრინჩხი გაგებლანდება, კაბა შემოგახევს ასკილი. მე ღმერთს მადლობას გადავუხდი სიკეთისათვის ასწილად, მოდი ალუბლები დაგიკოცნო, გვირილა შემომოგაწყვიტო ყურზე, მოდი ნუ გამირდი, მოდი ჩემთან ვერ გადაგატარებ გულზე, მრავალ ახალ წელს. მადლობა ბაზრონა. მინდა უსულო გორელებს, მარტო გორელებს კი არა, მთელ ჩემ საქართველოს მომავალი წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და რაც მთავარია, უღურბულო თავისუფალ და გაერთიანებულ საქართველოში გვეცხოვროს ჩვენს და ჩვენ შვილებს. ამ ჩამოზებების მიერ არ უნდა იყოს მეგონი არაფერი, ყველა ჩვენგანი ფიქრობს ამაზე. აუცნებლობს რა თქმა. მე წაგიკითხავთ ლეგენდას გრემის ციხესთან. ღამდება გრემის ციხე ქალაქთან, სადაც ინწობა აბრავლებს ტალღებს, ქართველ ლაშქარი დადგა ბანაკად, ვახშამი მოაქვთ ქალებს და ბალღებს. სისხლისღვრით მოდის მტერი მზაყვარი, ბრძოლა მოელით დაუნდობელი. ხვალ დაუგდება ბევრი სახკარი და ატირდება ბევრი მშობელი. წინამძღოლები დასწნენ თათბირად, მიიღეს ფიცი, დასახეს გეგმა მტერი ვერ დაძლევს დამხროთ ადვილად, თუ არ უმტყუნა ქართველებს ბედმა, აქა-იქ ცეცხლი შეუნთეს ქვაბებს, სადღაც ფანდური ჩაჟღერდა ტკბილად, მერე დაღამდა. გამოჩნდა მთვარის და მებრძოლები განეწყდნენ ძილად, მიყუჩდა ირგვლივ ყველა ხმამთქმელი, სოფლიდან ისმის არც ძაღლის ყეფას, ჩამოიღმენთა თაფლის სანთელი გარინდებულთა მებრძოლთა წყებას, მაგრამ იქ ბნელში, ყვავილთა ზღვაში თურმე ასწინავთ, ფხიზლობენ წყვილად, აბჯარ ასხმული მებრძოლი ვაჟი გოგოს თითებზე შეეხო ფრთხილად, ჩემოხატება, ჟამი მოვიდა, პასუხს მოველი რამდენი ხანი. ეხლა ვეგახტეთ ჩემი ცოლი და მე ყველაფერს გავარდეს ჟანი. მომიმატოვებ ხვალისთვის ცალად, ხოცვა იქნება კვლავ საშინელი, შენი თანხმობით შემმატე ძალა იქნება არ გავხდე დასატირელი. გოგომ, პასუხი დააგვიანა, თავის სათქმელი არას გვაუცებ, მერე კი ნაზად გაეხმიანა და გამომწვევი ღიმილით უთხრა. აი იმ კლდეზე, თუ კი მას დასძლებ, თავს რომ აწვება ისევით სოლი, ამიყვანებდა პირობას გაძლებ, იქვე გავხდები მე, შენი ცოლი. ვაჟიც ვეღარა მალავდა ღიმილს, ზურზე შეისვა ძვირფასი განძი, ძნელ სათელფეხოს აუყვა ბილიქს, არაფრად თვლი და ასავლელ მანძილს. გადაეყოლიფა მუხლის თავები, ხელის გულებზეც დაასკდა ტყავი, გოგოს გაეხსნა გულის კარების შორს, ცის გადაღმა ჩხაოდა ყვავი. შემოხვეოდა განძი კისერზე, გოგოს ძუძულებს გრძნობდა სიამით და აი შედგა ფეხი კლდის წვერზე. შემოეგება გრილი ნიავი. შედგა ფეხი და ოდნავ შეყოვდა. თითქოს მოცელეს გალესილ ცულით. მეხნაცემივით მძლავრად შეტოკდა და მუხლ ჩაკეცილს გაუსკდა გული. გოგოს კივილმა მთები შეძრიკა, ეკომ, ხეობა გააპო ზარი,
ჩამოსწოდა გიშერი თმები, სრემლები წასკდა მიაღრის დარი, მისთვის საწუთრო უმალ დაიქცა, ჩალათუღი და სიცოცხლე განა, ძლავრი დაქნებით გულში ჩაიცა, ვაჟის ნაქონი ორპირიდან. ცა გაფერმკრთალდა. ცისკრის ვახტვარმა მზეს უწინამძღვრა აობა მხარი, ტერს შეუწია ქართველ ლაშქარმა, ორით ნაკლები ხითა და ფარით. გილოცავთ დამდა გახალწა. ძვირფასტელი მაყურებლებო, გამოთქვეს თავიანთი შეხედულება და აზრი და ვაცეამონეს ლექსების წაკითხვით, თუმცა ჩვენი კონკურსი პროზაულ ნაწარმოებებს შეეხებოდა, მაგრამ რამდენადაც ძნელია, ასე ვთქვათ, პროზაული ნაწარმოების წარმოდგენა, წარმოჩინება, ლექსი უფრო ადვილად მიდის მაყურებლის და მსმენელის ყურებამდე. ან შეიძლება ეს მინიშნება გააკეთოთ თქვენ, რომ მომავალ წელს კონკურსი პოეზიაში გამოაცხადოთ. შეიძლება ეს მინიშნება, ნახოთ. აუცილებლად. დიდი მადლობა პატრონატელი მაყურებლებო ყურადღებისათვის. თქვენ დიდი მადლობა ქალბატონებო მობრძანებისთვის და რაც თავარი იმ შრომისათვის, რაც თქვენ ამ უკანასკნელი 6 შვიდის განმავლობაში გასწიეთ გაზეთ-ფრიალეთის ლიტერატურული გვერდის, ასე ვთქვათ, დასამშვენებლად, გასალამაზებლად და ხალხის ყურებამდე მისატანად. ახლა გემშვიდობებით, ერთხელ კიდევ ჩავსტურებთან ერთად გილოცავთ დამდა გახალწეს და გესურვებთ ყოველივეს კარგს და დიდ წარმატებებს. კარგად განდებოდეთ.